რამდენად ხელმისაწვდომია მშობლიურ ენაზე სწავლება ეთნიკური უმცირესობებისათვის აჭარაში სულ 8 დიასპორაა რეგისტრირებული. რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს და როგორ აფასებენ საკითხს იურისტები და დიასპორას წარმომადგენლები? თემაზე გიორგი წეროძე მუშაობდა. ზოგადი განათლების მიღება ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა ამ ფონზე აჭარაში ოფიციალურად რეგისტრირებული 8 დიასპორიდან მშობლიურ ენაზე განათლების მიღება მხოლოდ 2-ს შეუძლია. იურისტების განმარტებით ქვეყანამ სპეციალური მოდელი უნდა შეიმუშაოს, რომლითაც სამომავლოდ იხელმძღვანელებს. ყველა იმ ეთნიკური უმცირესობები, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს მას წინაშე ეტაპობრივად მიაწოდოს ყველა საგნობრივ დონეზე შესაბამისი განათლება და ასევე რა თქმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სპეციალისტების მომზადებითა და ამ სკოლებში გაგზავნით. მშობლიურ ენაზე სწავლების პრობლემა არ აქვს რუსულ დიასპორას. ქალაქში არაქართული სექტორი 7 სკოლაში ფუნქციონირებს, მათგან 6 რუსულია. მესამე საჯარო სკოლაში ბათუმის მასშტაბით რუსულენოვანი მოსწავლეების ყველაზე დიდი რაოდენობაა. ჩვენ სკოლაში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ. ძალიან კარგია რომ არსებობს ეს სკოლა და ჩვენ გვაქვს საშუალება მშობლიურ ენაზე ვისწავლოთ სხვადასხვა საგანი. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს, ამიტომ გამოცდებზე ყოველს კარგი ნიშნები გქონდა. Замечательный профессиональный учителя. Я вообще русская. მე რუსი ვარ და მიხარია რომ საშუალება გვაქვს რუსულ ენაზე მივიღო განათლება. ჩვენ ქართულსაც ვსწავლობთ. ადრე ქართულად ვერ ვლაპარაკობდი, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ახლა თავისუფლად ვფლობ სახელმწიფო ენას, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს. Здесь много русских. მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალება აქვს სომხურ დიასპორასაც. რეგიონში საერთო ჯამში 10,000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, აქედან 8,000 ბათუმელია. თუმცა მე-9 საჯარო სკოლაში სომხური ენის სექტორზე მიმართვიანობა მინიმალურია. აჭარაში მცხოვრები სომხების 90%-ზე მეტი სწავლას რუსულ სექტორზე ამჯობინებს. დიასპორის პრეს-მდივნის არტურ ოგანესიანის თქმით, აქ საქმე მენტალურ პრობლემასთან გვაქვს. საქართველოში მცხოვრები სომხები არიან ეგრეთ წოდებული სამკუთხედის მსხვერპლი, ანუ ცხოვრობენ საქართველოში, სათანადო არ ფლობენ სახელმწიფო ენას, აზროვნებენ რუსულად და ეროვნებით არიან სომხები. ანუ ეგ ფორმატი დიდხანს არ იარსებებს. არტურ ოგანესიანის თქმით, პრობლემის დროულად მოგვარებისთვის საჭიროა საზოგადოებრივ საქმიანობაში ეთნიკური სომხების მაქსიმალური ჩართულობა. სექტორი, რომელიც არსებობს მე-9 სკოლაში, თითქმის არ არსებობს. ბავშვების უმეტესი ნაწილი დადის ქართულ-რუსულ სკოლებში, რუსულ სექტორებში. შეიქმნას უნდა ქართულ-სომხური ბაგაბაღი და აქედან გამომდინარე შეიქმნას მერე გადავიდეს ქართულ-სომხურ სკოლაში. რაც შეეხება სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც ბათუმშია რეგისტრირებული, როგორც ქალაქის რესურს ცენტრში აცხადებენ, მშობლიურ ენაზე სწავლის მოთხოვნით მათთვის ჯერ არავის მიუმართავს. ქალაქ ბათუმში სხვა ეთნიკურ ჯგუფებისთვის არ არის სწავლება. თუ იქნება მოთხოვნა, რაც შესაბამისად ჩვენი უწყება დააყენებს ალბათ ამ საკითხს ცენტრალურ განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. საქართველოს კონსტიტუციით განათლების მიღება მოქალაქეებს სასურველ ენაზე შეუძლიათ, თუმცა სახელმწიფო ენის შესწავლა ყველასთვის სავალდებულოა.